კარგით, სპორტული კვირეული გვექნება ყოველ კვირას. რა? ჩვენ სპორტულები ვართ. ლეილა, ეს შენი ბჟუტურებია? ეს თუ ჩემი ბჟუტურებია, ესე იგი ჩვენს დირექტორსაც აქვს რაღაც ბჟუტურები. დღეს პირველი დღეა და იოგა გვექნება. გამოიცვალეთ და მოდით სპორტდარბაზში გელოდებით. რა? იოგა? რა ქაოსია? აუ ჯიჯი, საერთოდ არ ვარ სპორტული ადამიანი, მჭირდება ეს ყველაფერი? გოგოებო, მგონი მართლა ხდება. ხო, დირექტორის იდეა იყო. შოკში ვარ, რა ხდება? გოგოებო, გამოვიცვალოთ ტანსმელი, ჩვენ ვართ საუკეთესო იოგაში. ყურადღებით იყავით. გოგოებო, სად არის ჩვენი სპორტული ტანსაცმელი? გასახდელში. წავედით. აბა ბავშვებო, დღეს ავირჩევთ ყველაზე სპორტულ ბავშვებს. და ყველაზე არასპორტულს. ვინც გაიმარჯვებს, ამ შაბათ-კვირას გაატარებს ისე როგორც უნდათ და ვინც წააგებს, სკოლას დაალაგებს. დროაც ხიმი დაწვა. მასწავლებელმა გთხოვთ გაიმეორეთ, ვინები ვართ წყვილებში და მოვიწყდეთ. მე ამბოხები კალათბურთელებთან არის. ლუზერებთან, ფეხბურთელები, თავიანთ შეყვარებულებთან და ვისაც წყვილი არ ყავს, შეუძლიათ გოგოსთან, ბიჭი-ბიჭთან. რა, ეს ჩვენთვის არავის უთქვამს. და ამაზე ვის უნდა ითქვა, ჩვენ ვართ მეწყვილეები. Smile. კარგი, პირველი პოზა. წვილებმა უნდა Smile, არ დამაგდო. ხელი უნდა მოვკიდო. კარგია მეგობრებო, პოზა გამოგივიდათ, ერთ ფულას მოგცემთ. ჩვენ იოგაში საუკეთესოები ვართ. აბა გვაჩვენეთ თქვენი პროფესიონალობა. ნახეთ, საუკეთესოები გვაჯობებენ. აუ, გოგოებო, თქვენ 0 ფულა გაქვთ. კარგი, შემდეგი გვაჩვენებს თქვენს გამძლეობას. კარგია. დიანა, შენ ამაში კარგი არ ხარ. აი, პროფესიონალები, მიდით გვაჩვენეთ, იქნებ ერთი პოზა მაინც გააკეთოთ წესიერად. გოგოებო, გააკეთეთ. მგონი ხვდები, ვინ დაალაგებს სკოლას და თქვენ მასწავლებელო მაიკ? ხო, მეც.